მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალხო. ესე იგი, შესანიშნავი შვიდეული, როგორც თქვენ ქვიათ, თქვენ მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ნუგზარ ერგემლიძის 70 წლის იუბილე. მაგრამ ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა რომ ჩემს უსაყვარლეს ნუგზარ ყვაშალს მიულოცო განსაკუთრებული, ესე იგი, ჯილდო, ეს არის თბილისის საპატიო მოქალაქეობა და მიულოცო ძვირფასო მეგობრებო. მადლობა. ახლა ჩემო ნუგზარ, შენ როგორც საპატიო თბილისელმა, საპატიო ტყიბულელს მიულოცე და შეგძანე პირველი. ტყიბულის არის, მოგონა. იმიტომ რომ ჰიმნის შექმნა ტყიბულზე გადასარევია. ნუგზარს მარტო ტყიბულზე არ შეუქმნია ჰიმნი. ნუგზარს საერთოდ რაღაც კაი რაღაცები აქვს რა. სხვადასხვა ვითვლი ხოლმე ამის სიმღერებს, კარგია ყველაფერი, ლექსები, თარგმნები აქვს, ფანტასტიკური. აი, აღარ გიდა. აქვთ ესე მუსიკაზე ვლაპარაკობ. ხო, არა, რატო? ხო, მინდა ვთქვა, რომ გალაქტიონ ტაბეძის სახელობის პრემიის კი ბატონო, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატია. მაგრამ ერთი რაც თავარი ის არის, რომ ერთგული მეგობარია, ძალიან ერთგული და ჩვენ ესე ვაგრძელებთ ამ მეგობრობას და ეს შესანიშნავი შვიდეულიც ამის ძალიან დიდი დამსახურებაა და რაც თავარია, თავისი გამჭრიახი მგონებით დაარქვა. ამანსამს ქვია რა, აშუშუ. არავით არის ამერიკის შენ ანსამბლი შესანიშნავი შვიდეული. ეს შევდა. აშუშუ შევდა. მოკლედ ეხლა ერგემლიძე რომ ახსენდება ნუგზარი საერთოდ ყველანაირად ის ახსენდება რა რაღაც სასაცილო სიტუაციები, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ამისთან სიტუაციაში. საერთოდ ნიჭიერი ადამიანი ხო ხანდახან დაბლეულია, ხანდახან გულმავიწყია და ხშირად ხდება ხოლმე. ერთხელ მახსოვს ფეხბურთს თამაშობთ საქართველოს საესტრადო ნაკრების მე-9 ნომერი იყო. რა ნომერი ყავი? არ მახსოვს. არ ახსოვს, იმიტომ რომ გასვლის წინ ერთი რაღაც დალია და შუა თამაშობს. არა, შენ დილამდე მასვი, ქუთაისის ამბავს ყვები. და გახდა სუდად გახდა. ახმელიაზე გამიყვანა. ეს იყო ჩვენი მწვრთნელი და იდეა. გადასარევი ტაქტიკა ქონია ესე იგი. გასვლის წინ თუ 7 საათამდე სტუმრად ვიყავით ქუთაისში. და დილას მეგვიყვანა 12 საათზე და ჯერო ითამაშეთო და მე ხო ვიცოდი რა დამემართებოდა და მე ვთხარი ჯერ ვიმღეროთ თუ გზა მე გვათამაშე გაგძელე ვეღარ ივღერა აღარ მინდა მოყოლა აღარ მინდა მოკლედ ულოცავ ჩემს მეგობრს 70 წლის თავს და მერტმა კიდევ ბევრი კაი სიმღერა ბევრი კაი ლექსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მადლობა აი ობეშავიდეს უფრო ახსოვს ეს სამისი რაღაცები და ზურა ბატონო თქვენძარეთ რა უნდა ვთქვა ახლა ნუგზარის ყველა დიდ პატივსცემს დღესაც კი სადაც არ ჩავდივართ დედაქალაქია თუ გარეუბანია თუ სადაც არის რაიონებში დავდივართ ყველა ცნობს ნუგზარს აბსოლუტურად მივლენ აბასურათები და ყველა ეს მისი დამსახურება და მისი ნიჭის დამსახურება რა თქმა უნდა ახლა განამარტო საქართველოში აი ესეთი პერიოდი იყო გემზე მოგვიწია ერთად მუშაობა ერთ ცნობილი მუსიკოსი იყო იქ მოსული და მე ახალგაზრდობაში რესტორანში მუშაობდია ბუბა იყო მაშინ ჩვენთან ერთად ჩვენ მე მერაბი ნუგზარი ერთად წავედით ირაკლი ვენტიშაშვილი ბუბასთან ერთად მოვიდა ეს კაცო მუშაობდია მე რესტორანში მიწევდა მუშაობა და ერთმა სიმღერამ ძალიან დიდი ბევრი ფული მაშინია რა სიმღერა იყო ბაკურიანის სიმღერა იყო ასეთიო და ნეტა ვინ არის ამის კომპოზიტორი გვერდიუს გაგიჟდა ეს კაცი რა რითიქცე პატევიო და ვერთხარ ერთი სმირნოვი მიყიდე და კიდევ იყო ანეკდოტული დარჩა ეს კომუნისტების პერიოდია სამთლიანი მოტოციკლეტები რო იყო გაიშნიკების დგას იგი და პერეს რო ეცაღით გადმოვდივარ ჩვენ რაღაც მანქანით ნელა და ჩაფსტვინა და გაგვაჩერა მოვიდა თუ არა ხო იცი რო იციან დადგომა ასე იმაზე რო მანქანაზე ხელს უკაკუნებს და თქვენი საბუთებიო არ შემოუხედი ეს იგი დაბლა არ ჩამოიხედა არ ჩამო ნუგზარიზის საჭესთან თქვენი საბუთები ნუგზარმა მიცა საბუთები და ჩახედა წეიხიდა და დაწია თავი უი ბატონო ნუგზარი ხარ ერგემლიძე აღელა ო ნუგზარი ვარ ერგემლიძე შემომხედა ეგეო მამა ვარ შენი ზღოლ შახედე ეგება მამა ვარ ასე უსურებ წარმატებებს დღესაც ლამას სიმღერებს წერს ხალხს უყვარს და ღმერთმა ბევრი წლები ვიცოცხლოს და გაახალისოს ქართული გაიხარეთ არა ნაკერად დიდი მელოდისტია მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ ახლა ნუგზარი იმიტომ რომ
ასაკი არ აქვს ამის სიმღერებს, იმიტომ რომ დიდიც და პატარაც უკვე იმდენად ლამაზად კეთდება ეხლა თანამედროვე ხასიათში ნუგზარის სიმღერები, ყველას მოწონს, გია? ყველას, აი დიდსაც და პატარას. ამიტომ მეც გილოცავ დიდ მთელი გული და სული, დიდ ჯამთელე და კარგად იყავით. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვერდში მიდიახარ. შემობესო, შემძალი შეგინაცალი. კი ბატონო, მეც რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც გვაქვს ჩვენ გასახსენებელი, ერთად გასტროლებზე დავდიოდით ძალიან ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში. ერთი პატარა ესეთი ნიუანსი გამახსენდა ეხლა, რომელიც მასაც ერთი პერიოდი მწარედ ახსენდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იუმორით ახსავსა იყო. სადღაც ვიყავით გასტროლებზე საქართველოში. თუ არც კახეთში ვიყავით 75 ანსამბლი, ხო და ნუგზარის პერიოდია, რომ ძალიან მოწონდა შალ აზნაური ცნობილი მომღერალი, რომელიც დღეს სოციალი არ არის, სამწუხაროდ და მეც ვეთანხმები, რომ ნამდვილად ფრანგული ასე ვთქვათ, პოპ მუსიკის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო და მსოფლიო ვარსკვლავი ასევე. ხო და მოკლედ ყოველთვის იუმორი მიყვარდა ხოლმე, ხო გურული ვარ სისხლით, მაინც ხო იცი და ჩვენ ანსამბლში სამი ქუთაისელი იყო, წარმოშობით უჩა კორძაია, გია სალაღიშვილი და თამას ნიკოლაძე. ხო და ეს სამი ქუთაისელი, ახლა ქუთაისელებს იუმორი რო აქვს და მაგაში რო არ იჭრებიან, მეგონი ყველა და მოვიყვანე სამი ქუთაისი და ვეუბნები ახლა რომ მეთქი მოდი შალაზნაურზე მეთქი ცაცალკე შემოდით მეთქი და შევეკითხებით რომ ვინ არის და თქვენებურად უარყოფითად დამიხასიათეთ მეთქი რა და ამასთან მაქს ნუგზართან მოკლედ ამაზე დავა მაქვს რომ შალაზნაური ვინ არის შალაზნაური ვის ახსოვს რა მომღერალი ეგ არის რა მუსიკოსი და ცეცხლებს აყრეს ეს და როგორ აბა ხო და აი ამ პერიოდში ისინი ხო გაფრთხილები ხომ შემოდის უცბად უჩა კორძაია ხო და აბა მეთქი შევეკითხოთ აბა მოდი შალაზნაურს თუ იცნობს საერთოდ აბა ერთი მეთქი ჯორჯ ბენსონი ვინ არის მეთქი წინველი გიტარისტიაო ჩარლი პარკერი მეთქი საქსოფონ რას მეკითხები მაშინ აბა ერთი შალაზნაური მეთქი ვინ არის ვინა შალიკია აზნაური აბა ცეცხლები გადმოყარა ესე გოიმიავის ასე არის ხო შემოდის ეს გავიდა შემოდის ბურდღუს ვეძახი გია სალაღიშვილს ხო და იგივეს ვეკითხები და ვინო ხერია მაგიო ხო და აბა გადმოყარა თუ ვაი გული ბიჭო მე ვთხარი არა ნუ გიჟი ყველაფერი მოკლედ არა კაი გათამაშება მოვასულიერეთ მოკლედ არც ერთ არ იცოდა ვინ იყო შარლაზნაური ეხლა მე დავიჯერე არა გამათამაშეს ვითომ მე დავიჯერე და ვიფიქრე ესენი საიდან არიან ვითომ არ იცოდა ვითომ 75-ში იყო ესეთ პატარა ისა სკეჩივით რობერტი მღეროდა ო იზაბელ ხო და არა ის მღეროდა გარი მოდებაც ხო და ეს თარგმანი დავითო იზაბელ მიყვარხარ შენ ხო და ეს ო იზაბელ ჰა იზაბელ ხო ესე მიდის ეს იზაბელ ხო და მონამუ იზაბელ მონავარ შენ მონამუ თარგმანი ნუგზარი რა თქმა უნდა ჩვენი მულტიფასესი მეგობარი უნიჭიერესი კაცი არის რა თქმა უნდა ულოცავ და სხვადასხვა უნდა ვთქვა რომ მუსიკოსებთან მუშაობა ყველასთან არ არის ადვილი აი ყველაზე ძალიან სიამოვნებს და მომწონს ნუგზარისთან არ არსებობს რომ ჩვენი საი ყოველთვის ვცდილობთ რომ ერთმანეთს დაემთხვეს ჩვენი გემოვნება აზრი და ძალიან ლამაზი და ნაყოფიერი გამოდის საერთო სამუშაო თქვენ გაქვთ ვირფასო შესანიშნავო შვიდეულო და შვიდეულის წევრებო ერთი მართლა ჩვენიერი პოპური რომელიც ძალიან სასიამოვნოდ ისმინება და ამ პოპურიში თავმოყრილი სიმღერების ავტორი გახლავთ ნუგზარ ერგემლიძე და მინდა გთხოვოთ რომ გადმობრდანდეთ აქეთ ჩვენი შოუს სცენაზე და დღეს შევასრულოთ აი ეს პოპური Maze ineva Cairive Ci digamo prendeva
ეგ სურათი სახსოვრად მარად ჩემთან იქნება საბარიყო ზეიყო და ბაღი იყო თეთრმა გოგომ სხვასთან ფოტო გადაიღო ვიდექით ზღვის პირას ორმი ისმოდა სიმღერა შორის გაიღიმე ეხი მინი ხდება ღმერთმა შენი სილამაზე ინება გაიღიმე ჭიდი გამოფრინდება ეგ სურათი სახსოვრად მარად შენთან იქნება შენ მიმატოვე მაისის თვეში როცა ეს გული ითხოვდა მთელს მე გირეკავდი 1000 დღეში ამბობენ ვითომ სწორედ ამიტომ მიყვარდი შენ და სხვა არავინ აღარ სურდა Kshordi, verda kshordi Kshordi, verda kshordi Gavchkeri gzas, rasteli ras Modi Kshordi, verda kshordi Kshordi, verda kshordi Gavchkeri gzas, rasteli ras Modi Gavchkeri gzas, rasteli ras Modi სიხარულში მოლინახოთ თუთი ხულში პარჩელო შეიცვალა ათიმეთე საცალგერო ყველას ყურებდნენ რა შეგწოდეთ გამჩენო დაიბადა სადღაც რომში მარსელსა თუ ნეაპოლში და რა სიბრძნე ცუდებს თავში Mai ცხოვრობს გალიაში Tutti così Marcella Margarita უჩემობას რა ვაიდა Margarita თამუნია ნუ თუ მართლა წარსულია Margarita უჩემობას რა ვაიდა Margarita თამუნია ნუ თუ მართლა წარსულია Margarita უჩემობას რა ვაიდა Margarita უჩემობას რა ვაიდა Margarita უჩემობას რა ვაიდა